ენერგეტიკოსები მოსახლეობის ცხელი წყლით მომარაგების ალტერნატიულ გზაზე საუბრობენ. იგულისხმება თერმული წყლების ჭაბურღილები, რომლებიც თბილისში 11 ადგილზე გვხვდება. სპეციალისტები მთავრობას ეკოლოგიურად სუფთა და მრავალმხრივი მოხმარების ერთ-ერთი წყაროს უკეთ გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებენ და ინვესტორების მოძებნას ურჩევენ. არაერთი კვლევის მიხედვით საქართველოს გეოთერმული წყლების მოპოვებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები წელიწადში 250 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს. დღეისათვის ცნობილია 250-ზე მეტი ბუნებრივი და ხელოვნურად გაბურღული გამოსავლები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-110 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში მერყეობს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი დასავლეთ საქართველოშია განლაგებული. მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან ვეზირიშვილის განცხადებით 80-იან წლებში ქვეყანა აქტიურად იყენებდა აღნიშნულ ბუნებრივ რესურსს. მისი თქმით, დღესაც თბილისის მოსახლეობის უზრუნველყოფა ბუნებრივი ცხელი წყლით სავსებით რეალურია. გვაქვს ეს რესურსი და ეს გამოყენებულია ეს რესურსი, პროექტებია ამაზე შექმნილი, როგორ უნდა იყოს გამოყენებული. ორი გეოთესი სავსებით ეყოფა თბილისს, რომ გადაიჭრას მისი ცხელწყალმომარაგება. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 44 ჭაბურღილია, აქედან დაახლოებით 11 თბილისის ტერიტორიაზე. ამ 11-დან მხოლოდ 5 ჭაბურღილი გამოიყენება მოსახლეობის ცხელი წყლით მომარაგებისთვის. ნომერ მეოთხე ჭაბურღილი, რომელიც საბურთალოს რაიონში იპოდრომთან ახლოს მდებარეობს, დღეში 600 კუბურ მეტრ ცხელწყალს გამოიმუშავებს, რომლის ტემპერატურაც 64 გრადუს ცელსიუსს აღწევს. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ცერცვაძე უკვე წლებია გეოთერმული ენერგიისგან მიღებული ცხელი წყლით მოსახლეობის მომარაგების პროექტზე მუშაობს. მისი განმარტებით, ეზოში მდებარე ჭაბურღილიდან მოსახლეობისთვის ცხელი წყლის მიწოდება 24 საათის განმავლობაში უპრობლემოდ ხდება. რაც შეეხება გადასახადს 1 კუბური მეტრი დახარჯული წყლის ფასი 3 ლარს შეადგენს. თბილისის პერსპექტივა ცხელი წყლის მომარაგების თვალსაზრისით ამოუწურავია. სულ ამ ჭაბურღილზე და კიდე მეხუთე ნომერი ჭაბურღილია ლისიდან მოდის, იქიდან რაც სულ ერთად, ორივე ეს ჭაბურღილი და კიდე არის საბურთალოს ჭაბურღილები დაახლოებით 20,000 მოსახლეს ემსახურება დღეს. გეოლოგის თქმით, უმეტეს შემთხვევაში გეოთერმული სითბო ნებისმიერ სხვა გზით გენერირებულ სითბოზე 6-7 ჯერ იაფია და სათანადოდ დაბანდებული თანხის უკუგდების ვადა შედარებით ხანმოკლე. თქვენ წარმოიდგინეთ ერთ ჩვენი დღეს, რომ მთელი თბილისი მილიონნახევრიანი მოსახლეობა გადავიდეს ბუნებრივ ცხელწყალზე. არ დაიხარჯება გაზი, არ დაიხარჯება ელექტროენერგია. არ იქნება ეს გამონაბოლქვი და იქნება მსოფლიოში ყველაზე უფრო ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. მეცნიერები გეოთერმული წყლების გამოუყენებლობის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებასა და მოსახლეობის არაინფორმირებულობას. უშუალოდ ალტერნატიული რესურსების გამოყენების კანონი არ არის და თუ საკანონმდებლო ბაზა დახვეწილი არ არის, ძნელია რამე გამოყენებაზე ვისაუბროთ. მეცნიერთა ჯგუფი პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას აპირებს, რომელიც ალტერნატიული ენერგიის რესურსების გამოყენებას დაარეგულირებს.